ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში დღეს საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე დისკუსია გაიმართა. ევროპარლამენტარების გარდა ქვეკომიტეტზე სიტყვით გამომცნელებს შორის ქართველი ჟურნალისტი გურამ როგავა და ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი თინათინ ახვლედიანი იყვნენ. სხდომაზე საქართველოს შესახებ საუბრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული უახლესი მოვლენების შესწავლილი უნდა იყოს, კერძოდ პროევროპული აქციებისას დაკავებული პატიმრების მდგომარეობა, სასამართლო სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობის წინაშე არსებული გამოწვევები, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტისადმი მიმართვისას გურამ როგავამ, რომელმაც 2024 წლის ბოლოს პროევროპული აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და მძიმე დაზიანებები მიიღო, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მან მხარდაჭერისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარებს და თქვა, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართ მათი თანადგომა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. ყოველთვის მჯეროდა, რომ ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია სიმართლის საჩვენებლად, მაშინაც კი, როდესაც ეს არაკომფორტულია მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია. მაგრამ დღეს საქართველოში ამ საქმის კეთება უკიდურესად საშიში გახდა. ჩემი შემთხვევა საერთაშორისო მასშტაბით მაგალითად მოყავთ, როგორც საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობის მაგალითი. 2024 წლის ნოემბრის აქციების დროს მე სპეცრაზმელი დამესხა თავს. იმ ღამით იმიტომ არ დამესხნენ თავს, რომ კანონი დავარღვია. თავს დამესხნენ, იმიტომ რომ მიკროფონი მეჭირა. მიკროფონი და არა მოლოტოვის კოქტეილი. ვაშუქებდი მოვლენებს, ვაკეთებდი ჩემს საქმეს როგორც ჟურნალისტი. მე ოპერატორთან ერთად პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი, თუ როგორ სცემდნენ სასტიკად მშვიდობიან მომიტინგეებს ნიღბიანი სპეცრაზმელები, რომლებსაც არ ჰქონდათ საიდენტიფიკაციო ნომრები ან წარწერები. ისინი გამოიყურებოდნენ როგორც კრიმინალები და იქცეოდნენ როგორც კრიმინალები. კისერში დამარტყეს და მიწაზე დამაგდეს. სახის ძვლები და კისერი მქონდა მოტეხილი. რამდენიმე დღეს საავადმყოფოში ვიყავი. მქონდა სერიოზული დაზიანებები და დამჭირდა ხანგრძლივი რეაბილიტაცია. ექიმების თქმით გამიმართლა, რომ პარალიზებული არ დავრჩი. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. კამერებმა ყველაფერი დააფიქსირეს, მაგრამ ქართული ოცნება პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ისინი ამბობენ, რომ ეს პატარა ინციდენტი იყო. ჩემი ისტორია არ არის უნიკალური. ამ საპროტესტო აქციების დროს 70-ზე მეტი, არა 17, არამედ 70 ჟურნალისტი დაშავდა. დააკავეს ან ხელი შეუშალეს თავიანთ საქმის კეთებაში. კამერები დაამტვრიეს, რეპორტერების ცემეს. წარმოგიდგენიათ, 70 ჟურნალისტი ასეთ მოკლე დროში. ეს ომზე უარესია. რაც მთავარია, ყველა შემთხვევა დაუსჯელი რჩება. ეს არ არის შემთხვევითი ძალადობა. ეს არის გზავნილი ჩვენთვის, ქართველი ჟურნალისტებისთვის. თუ რეალობას ვაჩვენებთ, ჩვენს ქვეყანაში აღარ ვიქნებით უსაფრთხოდ. ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხის განხილვისას სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტარები რასე იუკნევიჩიანე და ნაჩო სანჩეს-ამორი. იუკნევიჩიანეს შეფასებით ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა. ნაჩო სანჩეს-ამორმა კი თქვა, რომ ივანიშვილმა დასავლეთთან ურთიერთობას რუსეთთან კავშირი არჩია. ევროპარლამენტარმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ ის საქართველოსთან დაკავშირებით ქმედით ზომებს ვერ იღებს. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მიტაცებული, როგორც ეს სამწუხაროდ მოხდა. იცით, ჩემი შეფასება ასეთია. ბიძინა ივანიშვილს არასოდეს სურდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი არჩევნებიდან, როდესაც მისმა პარტიამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ დაბრუნდა ის რუსეთიდან იქ ნაშოვნი მილიარდებით, რათა შეეცვალა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. მისი და რუსეთის კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა: სახელმწიფოს მიტაცება და ავტოკრატიული მმართველობა, ისეთი როგორცაც ბელორუსსა და რუსეთში ვხედავთ. ეს ნამდვილად არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ კრემლის წარმატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა ლოგიკით იხელმძღვანელა ან ზუსტად როდის გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ ბიზნესისადმი მიდგომა რუსეთის სასარგებლოდ შეეცვალა. თუმცა ფაქტია, რომ ახლა მოცემულობა ასეთია. გარკვეულ მომენტში მან მართლაც გადაწყვიტა. არ მინდა დასავლური სამყაროს ნაწილი ვიყო, ჩემი ბიზნეს ინტერესებისთვის მირჩევნია რუსეთთან დავრჩე. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. ევროკავშირის საქართველოსთან მიმართებით სერიოზულს არაფერს აკეთებს. ეს ხუმრობა დიპლომატიურ პასპორტებზე უბრალოდ დაცინვა. ყველას აქვს მეორე პასპორტი. მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს რეალური ზომები იმისთვის, რომ ხელი შეეშალოს ამ ხალხს სხვა პასპორტების გამოყენებაში, რათა მათ კვლავაც არიარონ პარიზის მოდის კვირეულებზე, ან არ მოინახულონ თავიანთი შვილების საფრანგეთის ძვირადღირებულ კოლეჯებსა და სასწავლებლებში. ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი აიმერიკ დიუპონი. მისი განცხადებით, საგარეო კურსის შეცვლაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება და არა ევროკავშირს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი, რათა საქართველო განვითარების სწორ გზას დაუბრუნდეს. თუმცა მსურს ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი. გულისხმობ იმას, რომ კურსის შეცვლაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ საქართველო ამ ჩიხში არ შეგვიყვანია და ეს თავიდანვე ნათელი უნდა იყოს. რაც შეეხება შეფასებას, თითქოს ევროკავშირმა ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი გააკეთა. ფიქრობ ამ საკითხზე სხვადასხვა აზრზე დავრჩებით. თუმცა მინდა ვთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი საყრდენია და ეს იყო ჩვენი
რეაგირების ნაწილიც. ჩვენ აღარ ვამყარებთ პოლიტიკურ კონტაქტებს. ვხედავ, რომ გარკვეულ საერთაშორისო ღონისძიებებზე მიუწვევლობამ ქართული მხარის გარკვეული უხერხულობა და მტკინვეული რეაქცია გამოიწვია. თუმცა კვლავაც ვიმეორებ, ეს იყო წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მინისტრების დონეზე კონტაქტების იზოლირების შესახებ. ასევე ვფიქრობ, საკმაოდ მკაფიო გზავნილი იყო იმ დახმარების შეჩერება, რომლითაც უშუალოდ მთავრობა სარგებლობდა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, სანქციებთან დაკავშირებით არის ის, რომ დემოკრატიულ უკუსლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებაზე მსჯელობა დაწყებულია და გაგრძელდება, თუმცა აქ მოქმედებს საბჭოს წესები, რაც ერთსულოვნებას მოითხოვს. მანამდე 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას საქმეს და ქვეყანაში პოლიტიკურ პატიმრებს ეხება. დოკუმენტში ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ელენე ხოშტარიასა და სხვა პირების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ქართულ ოცნებას შეწყვიტოს პოლიტიკური მართლმსაჯულება, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და გააუქმოს კანონები, რომლებიც ევროპარლამენტარების შეფასებით ზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მიზნობრივი სანქციების დაწესება განიხილონ იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში ოპოზიციისა და დემონსტრანტების დევნაზე არიან პასუხისმგებლები.